უნათეს სხვას, თუნდაც თავად ბოლომდე ჩაიწვა. პროფესიისთვის თავდადებული ექიმების მიმართ თქმული ეს სიტყვები, როგორც არავის ისე მიესადაგება ცნობილ ქართველ ეპიდემიოლოგსა და ჯანდაცვის ორგანიზატორს, 1962-70 წლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ლევან საყვარელიძეს. უსაშველოდ მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი არსებობს. ძალიან უშუალო იყო, მეგობრული იყო, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა, ანუ რაღაც საოცარი ადამიანი იყო. ნიჭიერი ხალხის ხვედრია ეს, რომ შენ დონეზე დგას, შენნაირია, ჩვეულებრივია. აი ესეთი იყო ბატონი ლევანი. ნამდვილად უნიკალური პიროვნება იყო, როგორც ორგანიზატორი, როგორც მეცნიერი და როგორც ადამიანი. იყო შესანიშნავი პიროვნება და უსაყვარლესი ადამიანი და უსუფთავესი და პატიოსანი. აი ეს. საკუთარი საქმის სიყვარული ახალგაზრდების მთელს არმიაში თაუნერგა. მათ ვისთვისაც ლევან საყვარელიძე თავად იყო პროფესიონალიზმის, ნოვატორობის და რაც მთავარია, კარგი კაცობის, კარგი ადამიანობის საუკეთესო მაგალითი. ბევრი ახალგაზრდა დააკვალიანა ბატონმა ლევანმა და მოგცა ნამდვილად მოგცა საგზური, ოღონდ ეს საგზური პირველ რიგში იყო ადამიანობის, მანურობის, მოსმენის, მამაშვილობის. ეს ძალიან დიდი რამ იყო და ბატონ ლევანი პირადად ჩემთვის აქედან იწყება. ბევრ სიტუაციაში გვინახავს ბატონი ლევანი, მათ შორის ისეთებში, როდესაც გული ეტკინა რაღაცეებზე და ყოველთვის კაცურად მოქცეულა. აი მაგალითი იყო ჩვენთვის, რომ რას აკეთებს, როგორ იქცევა, როგორ მე დისერტაცია მოსკოვში დავიცავი, ბატონი ლევანი იყო დაცვაზეც, დისერტაციაზეც და დესერტაციაზეც და აი ვუყურებდი ესეთ გარემოში, სადაც კინოხელოვანები იყვნენ, ფეხბურთელები იყვნენ, ექიმები, მიკრობიოლოგები და როგორი საინტერესო იყო ყველასთვის ბატონი ლევანი. დიდ ჯგუფს ახალგაზრდებისას ასწავლა როგორ უნდა მოქცევა, როგორ უნდა მუშაობა. ბრწყინვალე მაგალითი მოგცა იმის, რომ შენი საქმე უნდა გიყვარდეს. შევქმნით მისი საშუალებით ისეთი რამე, რომელიც არ იყო საბჭოთა კავშირში საერთოდ. ეს იყო პირველი განყოფილება, ვირუსოლოგიური განყოფილება შავჭერის სადგურის სისტემაში, ასე ვთქვათ, საკარანტინო ინფექციების სისტემაში. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვირუსოლოგიური მეცნიერების გაღრმავებაში ბატონმა ლევანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. თუ შავჭირის საწინააღმდეგო სისტემაში სამ ნოზოლოგიაზე სტანდარტულად მუშაობდნენ საბჭოთა სისტემაში. ეს იყო შავჭირი, ქოლერა და ტულარემია. ამ ინფექციებზე მუშაობა სულ გარდაქმნა და გამოვიდა ისე, რომ 30 ნოზოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა. პირველად იქნა აღმოჩენილი უამრავი ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი, კერა ბუნებრივი ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, ეს უდიდესი დამსახურებაა. მისი, ასე ვთქვათ, პირადი მოღვაწეობით იქნა დადგენილი საქართველოში ისეთი ცხელებები, როგორც არის ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით. პირველად საქართველოში კლინიკურად დადასტურდა ტკიპისმიერი ენცეფალიტი. პირველად საქართველოში დადასტურდა ყირიმი, კონგოს ცხელება და სხვა მრავალი. იყო კაცი, რომელიც არ ისვენებდა, სულ რაღაცას ფიქრობდა, სულ რაღაცას აწყობდა. ჩვენ ვიყავით პირველები, სადაც გაიხსნა შიცის ლაბორატორია. ევროპაში აღმოაჩინა მონტანიემ პარიზში ეს პირველად შიცი, ის პერიოდია, როდესაც პირველად აღმოაჩინეს და ამავდროულად გალომ ამერიკაში და
გახსნეს ლაბორატორიები და შემდეგ იყო ჩვენი ლაბორატორია, რომელიც ბატონი ლევანი, მხოლოდ ბატონი ლევანის ძალისხმევით გაიხსნა. სხვანაირად ესე მალე შეუძლებელი იყო. ამ ვირუსის ელექტრონული მიკროფოტოგრაფია არის ჩემ დისერტაციაში. ეს მაშინ იყო ჩამოსული მოსკოვის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვიქტორ ჟდანოვი, აკადემიკოსი და რო ჩაიხედა მიკროსკოპში და ეტა სპიდ თქვა, დიახ ეს შიცია. გახსნა ამ შიც ანონიმური კაბინეტი, სადაც ყველას ეცლებოდა საშუალება უფასოდ გაეკეთებინა ანალიზი, ისე რომ გვარი და სახელი არ გამოეცხადებინა. და მაშინ სავალდებული იყო ყველას შემოწმება და ამიტომ ზოგს ერიდებოდა და ეს ანონიმურმა კაბინეტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და მე ვთვლი რომ მისი დამსახურება რომ იმ წლებში როდესაც აღმოვაჩინეთ ჩვენ საქართველოში რამდენიმე შემთხვევა და მისი ძალისხმევი და ხელშეწყობით გამოყავით ქართული ვირუსი პირველად იმდენად დაინტერესდა მთელი მსოფლიო რომ ამერიკიდანაც კი ჩამოვიდნენ იმიტომ რომ ქართული ვირუსი იყო ეს შიცის ვირუსი არის ძალიან ცვალებადი გრიპზე რატომ ვერ აკეთებენ ვაქცინას გრიპზე უფრო მეტად იცვლის სახეს ანუ მუტაციის უნარი აქვს ძალიან დიდი და ჩამოვიდნენ ამის შესასწავლად და გაუცებული დარჩნენ ისინიც ისეთი კარგი მდგომარეობა აღმოაჩინეს აქ არ ელოდნენ ნუ ახლა არც იცოდნენ მაშინ იმ პერიოდში ისეთი უნდა ყველაფრის ახლის დანერგვა სურვილი ქონდა რომ ყველანაირი ნოვატორული ყოფილიყო აქ საქართველოში და ინიციატორები ყოფილიყავით ჩვენ განსაკუთრებულ ეტაპად იქცა ლევან საყვარელიძის პროფესიულ ბიოგრაფიაში მისი მასშტაბური და უპრეცედენტოდ ეფექტური ბრძოლა ყვავილის წინააღმდეგ. ბატონმა ლევანმა გამოავლინა მთელი თავისი ორგანიზატორული ნიჭი 2 დღეში აცრა 8 მილიონამდე ადამიანი. გაიხსნა 1000-ობით ამცრელი პუნქტი თურმე და საოცარი მუშაობა მიდიოდა. მიცეს სხვათა შორის უფლება, მაშინ ჟაბანაძე იყო და ყველაფრის ერთ წუთში მოაყოლეს. უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა და ეს მხოლოდ ბატონმა შეეძლო გაეკეთებინა. არ უყვარდა დიდად მოყოლა, მაგრამ როდესაც ყვავილის ამბებს გვიყვებოდა, მაშინ თქვა, რომ ისეთი ძალაუფლება მქონდაო, რომ ჩემი ბრძანებით გაფრენილი თვითფრინა ვიჯდებოდა და გემიჩერდებოდა იმ წერტილში, სადაც იდგაო და ვიფიქრე კიდეც ხრუშოვს ხომ არ გავეჯიბრო ჩემი აი ამ განუსაზღვრელი ძალაუფლებითო. ბატონი ლევანი დარეკავდა ფეხზე იდგა მთელი სამინისტრო, რომ სასწრაფოდ არ ბაწყილოთ, და მე სასწრაფოდ მივხედოთ საქმეს. როდესაც მას ირჩევდნენ საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიაში წევრ კორესპონდენტად 5 კონკურენტი ყავდა. და აი გასაცუბრებელი იყო ის სიტუაცია, ის მიდგომა ბატონი ლევანის მიმართ, რომელსაც იჩენდა მთლიანად მთელი აკადემია. ფაქტიურად თითქმის 90% ხმა მიიღო და გავიდა პირველივე კენჭის ყრაზე. მე მივხვდი დიდი რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, სიმაღლეს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, წონას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მე მივხვდი დიდი რას ნიშნავს. ეს მართლა სინთეზი იყო. სინთეზი იყო, რომელიც ჩვენზე შესანიშნავად მოქმედებდა. ის ქიმია, ეხლა რომ ამბობენ მოდაშია ეს. ქიმია, იმის ქიმია. ქიმიაც იყო, ფიზიკაც იყო და ბირთვული რეაქტორიც, რომელმაც ესეთი საოცრებები აკეთა და ჩვენ აგერ აი სკოლა შექმნა. ჩემ თანამშრომელს და მეგობარს ნელი ბარნაბიშვილს დღესაც კაბინეტში აქვს გაკრული ბატონი ლევანის სურათი და მიწერილი აქვს 1000 ცოცხალსა ბევრჯერა აშერჯობს ერთი მკვდარია და წარმოიდგინეთ რამდენი წელი გავიდა ბატონი ლევანის გარდაცვალების მერე და ეს ისევ ძალაშია ასე ვთქვათ. დღეს ლევან საყვარელიძის დაბადებიდან 105 წლის თავზე მისი საქმის ერთგვარი განსხეულებაა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული დაწესებულება. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც ლევან საყვარელიძის სახელს ატარებს.
ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში და მის შემადგენლობაში შემავალ ლუგარის ჯანდაცვის კვლევით ცენტრში კი დღეს ლევან საყვარელიძის აღზრდილი სპეციალისტები მუშაობენ. ისინი, ვისაც აქტიური წვლილი შეაქვს უკვე შემდგომი თაობების პროფესიულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სიცოცხლე გრძელდება. ლევან საყვარელიძის სახელი უკვდავყოფილია.